ცოტა აი სიახლე იქნება და ძალიან ლამაზი სიუჟეტი გამოგვივიდა, შემოდგომის ფერები განსაკუთრებულად მოუხდა რა თქმა უნდა გურიას და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელი ისი ამოვნებს და იმედი მაქვს რომ თქვენც მოგეწონებათ. აბა ვნახოთ. ჩამოვედით გურიაში, მეგობრებო, სოფელ აცანაში და პირველი რითიც მინდა ეს გადაცემა დაიწყოს არის ის, რომ აქაურობა არის ულამაზესი. პატარა 64 აღმოვაჩინეთ დედამიწაზე, იმდენად ლამაზია გურია, თან შემოდგომა ახლა და განსაკუთრებით უხდება შემოდგომის ეს ლამაზი ფერები და სწორედ გურიაში, აცანაში მოგზაურობა უნდა დაიწყონ აი ამ ადგილიდან. სხვათა შორის ელინაბადოს ჩანჩქერი, იგივე ნაფაცხვარის ჩანჩქერი არის აცანის ერთ-ერთი პირველი ღირსშესანიშნაობა და აი ამ გადმომავალ ჩანჩქერს ზემოთ მოსახლეობა არ არის და აბსოლუტურად სუფთაა ყველაფერი. შეგიძლიათ წყალში შეხვიდეთ, იაროთ რამდენიმე კილომეტრი, პეშვით აიღოთ წყალი და დალიოთ, სუფთაა და ანკარა. მერე თუ კი დაიღლებით და აი საპიკნიკე სივრცე მოგინდებათ, ესეც არის შესაძლებელი აქ, არა მარტო საპიკნიკე სივრცე, ძველი წისქვილი და გურული ქუხნის ახლებური ვარიანტი, ცეცხლის დამთებად შეიძლება აქა. ველურ ბუნებაში სეინობა განსაკუთრებით კიდევ იმიტომ მიყვარს ხოლმე, რომ აღმოვაჩენთ ისეთ ხილს მცენარეებს, რომელიც ხშირად არ გვხვდება ისეთ ჩვეულებრივ პირობებში, ხო? მაგალითად, ეხლა დღეს შევხვდა ტრიფოლიეტი და ტუნგო. ტუნგო, როგორც ვიცი, არის მცენარე, რომელიც ნაყოფის ლეღვს წააგავს. ძველად გამოიყენებდნენ აქტურად საპნის წარმოებისთვის, ხო? უნაყოფო მიწაზე კარგ ნაყოფიერ მცენარედ იქცევა. მზადდებოდა მისგან ზეთი, როგორც საპნის წარმოებაში, ისე ფარმაკოლოგიაში გამოიყენებოდა. რაც შეეხება ტრიფოლიატს, ეს თავისით მრავლდება ტუნგოსგან განსხვავებით ველურ ბუნებაში. ნაყოფი ერთი შეხედვით წააგავს ციტრუსს მეურნეობაში, თესავენ მომწიფებული ნაყოფისგან მიღებულ თესლს, აღმოცენებულ ნორჩ ტრიფოლიატზე ხდება ციტრუსოვანი კულტურების მყნობა. ახლა ვართ ოქონას ტაძართან. ეს ადგილი ჩემთვის გახდა ერთ-ერთი აღმოჩენა, იმიტომ რომ ისტორიაც ძალიან კარგია. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს და სიკეთეს უშენებია. სწორედ ეს. გურიაში ზოგადად ეკლესია მონასტრები იყო ხისგან აშენებული. თავდაპირველი ოქონას მშენებლობაში მონაწილეობა მიუღია ბერძენ ოსტატს და გეოგრაფიული განფენილობაც ტაძრის ბერძნულ ტაძრებთან კავშირზე მეტყველებს. მე-16-მე-17 საუკუნეებში აქ აშენდა კიდევ ერთი ოქონას ტაძარი იმ ძველი ტაძრის ნამყოფზე, რომელიც კომუნისტური წყობილების დამყარების პერიოდში განადგურდა. გავიდა წლები და ნატაძრალის ადგილზე ზუსტად იმ ერთ-ერთი ადამიანის შთამომავალმა, ვინც თავის დროზე მონაწილეობა მიიღო ოქონას ტაძრის ნგრევაში, სწორედ იმის შთამომავალმა გადაწყვიტა, რომ ამ ადგილზე აღიდგინა ტაძარი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომელიც ბრწყინვალე ადგილზეა, შესანიშნავი ნაგებია. აბა თუ გავატოკებთ მაინც, ოდნავ ვერა, ხო? შანსი არა. ვერა მეგობრებო, აი ზბრა ვერ ვუყავითო, აი ამას ქვია. ახლა ვართ საჯილდაო ქვასთან და გურული ბიჭები, როგორც მიყვებოდით, სწორედ აი ამ ქვით იწონებდნენ თავს, ვინც მოერაოდა და აწევდა და დანიშნულების ადგილას მიიტანდაო, თქვენთვით ის იყო გამარჯვებული. მოგვიყევით, აბა? უკავშირდება სოფლის დღესასწაულს, ოქონობას, რომელიც აღდგომიდან მეხუთე კვირაში იმართებოდა ხოლმე აცანაში. ჯერ როგორი ბუნება, როგორი სილამაზე. ესაძლებდათ ძალას და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ახოვანები და ვაჟკაცები და როგორი ძალის პატრონები იყვნენ, რომ ასეთი ქვებით შეჯიბრი იმართებოდა. წარმოგიდგენიათ, შეჯიბრი.
აი ამას საოცარ. გურიაში მოგზაურობას ისე ვერ დავასრულებდით, რა თქმა უნდა, რომ ამ ძალიან ლამაზი ადგილების შემდეგ არ მოსულიყავით თქვენთან ტაბერნეში. ამ 5-6 წლის წინ, მაშინ როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებდა, ტურისტული ლოკაციის შექმნა, შენება და შვენება გადავწყვიტე, პოპულარიზაცია და აქცენტები გავაკეთე გასტრო, ეთნო და კულტურულ ტურიზმზე. და მოკლედ ჩვენ ახლა ვართ სამზარეულოს სივრცეში 200-წლოვანი ისტორიის მქონე გურულ ტიპიურ საცხოვრებელში და ქვის კედზე, შუა ცეცხლზე გახურებულ ქვის კედზე გეპატიჟებით, რომ მოვამზადოთ გურული ბრინჯულას მასტერ კლასი. ეს არის ჩემი ბებიას გაცოცხლებული რეცეპტი: ბრინჯის ფქვილი, ხორბლის ფქვილი, მაწონი და პატარა ტაბერნის საიდუმლოება. გავაკეთებთ დაახლოებით არაჟნის სისქის ცომს და შემდეგ თავსართისთვის გამოვიყენებთ სოფლის ყველისა და კვერცხის ნარევს და ქვის კედზე გამოვაცხობთ გურულ ბრინჯულას. ბრინჯულა მზად არის, მეგობრებო და მე მგონი დღეს კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ ჩვენი მაყურებელი, რომ გურიაში სტუმრობა თუ უნდათ, აუცილებლად უნდა ესტუმრონ, არ უნდა გადადონ. როგორც ბუნება, ნაღდი, ნამდვილი, განუმეორებელი, ასევე გურული სამზარეულო ზუსტად ასეთი მახასიათებლის მატარებელი, გურული ხასიათივით ნაღდია და უტყუარი გურული სამზარეულოს ხაზია. გურული ხასიათივით ნამდვილი და ნაღდი ბრინჯულა გავაკეთეთ დღეს და ახლა ერთ სული მაქვს, როდის დავაგემოვნებთ. მადლობა, კესო, რომ იყავით ჩვენი მასპინძელი. მადლობა თქვენ, რომ ჩემი სტუმრები იყავით.